მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტი მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ ქართველი ქალი მეღვინეების შესახებ. საქართველოში მრავალი ცნობილი ქალი მეღვინეა, რომელიც ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქ დღეს ჩვენ რამდენიმე ქართველ ქალ მეღვინეზე ვისაუბრებთ, რომლებიც საქართველოში ძალიან ცნობილები არიან. ნინო წერეთელი ქართული ღვინის წარმოებაში ერთ-ერთი ცნობილი მეღვინეა, რომელიც მუშაობს თეატროსა და მხოლოდ ღვინოს პროექტებზე. ნინოს ღვინის ხარისხის ამაღლებასა და ახალი ღვინის გატანაზე სპეციალიზირდება. მისი ყველა ღვინო საზღვარგარეთ არის გატანილი. თამარ გაბუნია, ქართველი მეღვინე და ღვინის მწარმოებელი, რომელიც მუშაობს თეთრი და წითელი ღვინოების წარმოებაზე. თამარ გაბუნია მონაწილეობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში. ნინო ბურკაძე, მეღვინე, რომელიც ქართული ღვინის კულტურის განვითარებაზე მუშაობს. ნინო ღვინის წარმოების პროცესს ხელს უწყობს და ახალი მიმართულებებით აწვდის ქართულ ღვინოს ბაზარზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, მაგრამ საქართველოს მრავალ ქალ მეღვინეს ფლობს, რომლებიც ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусვიდეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და ჩვენი შემდეგი თემა ძალადობაზეა. ყველას არ შეუძლია ამაზე ხმამაღლა. აი გვირეკავენ. გისმენთ? მოგესალმებით. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბევრი წლების წინ მოხდა და არასდროს მომიყოლია. ახლა თავს შევიკავებ, რომ საკუთარი ვინაობა გავამჟღავნო, მაგრამ თეთრი კარავის საშუალებით მინდა ყველას მოუყვე ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება ვერ მოვინელე. ახლა უკვე 50 წელს გადაცილებული ვარ. მაშინ კი სულ რაღაც 12-13 წლის თუ ვიქნებოდი. ჩვენს კორპუსში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ერთი ბიჭი ჰყავდათ, რომელიც ჩემი უმცროსი ძმის კლასელი იყო და ალბათ ამან განაპირობა, რომ ოჯახებით მეგობრობდით. ერთხელაც ახალი წლის დღეები იყო და თავისთან დაგვბატიჟეს. მამაჩემი მალე დათვრა, დაღლილი ვარო ბოდიში მოიხადა და სახლში წავიდა. დედაჩემი ოჯახის დიასახლის ეხმარებოდა სუფრის ალაგებაში. ჩემი ძმა თავის კლასელთან ერთად რაღაც ფილმს უყურებდა. ფილმმა არ დამაინტერესა და მეც სახლში წასვლა დავაპირე, მაგრამ ოჯახის უფროსმა, რომელიც ალბათ 50 წლამდე იქნებოდა, ხელი ჩამავლო და გინდა თუ არა ვიცეკოთო. ორივე ხელი მაგრად მომხვია და მუსიკის ფონზე აქეთ-იქეთ მაქანავებდა. რაღაც იყო ამ ვითომ ცეკვაში ისეთი, რაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვუძალიანდებოდი. უცებ მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა და შოკისგან ხელი ისევ კარი კინაღამ წავაქციე. კარი გავაღე და სახლში გავიქეცი. ამ ამბავს ვერავისთან მოვყვებოდი. მისი დორბლიანი ტუჩების გახსენებაზე ახლაც გული მერევა. მაგრამ სამაგიერო ასე გადავუხადე. დილას აივანზე გავედი და დაველოდე სამსახურში წასასვლელად, როდის გამობრძანდებოდა სადარბაზოდან. ერთი ვედრო ცივი წყალი გადავასხი თავზე იანვარში და პლასმასის ვედროც მივაყოლე. ვითომ ყვავილების მორწყვის დროს შემთხვევით გადამივარდა. მაგარი. გაგვეცანით თუ შეიძლება, საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე ვარ ნუნუ, 46 წლის, თელავიდან. ძალიან გამეცინა წინა რესპონდენტის მონაყოლზე და მართალი გითხრათ, გულიც მოვიფხანე. მე მგონი, ყველა ქალის ცხოვრებაში მომხდარა ისეთი ფაქტი, რასაც დღეს სექსუალურ ძალადობას ან სექსუალურ შევიწროებას ეძახიან. და იცით ყველაზე დიდი საშინელება რა არის? ის, რომ მოძალადეები ძალიან ხშირად ოჯახის ახლობლები, მეგობრები, ან სულაც ნათესავები არიან. ამიტომაც რცხვენია მსხვერპლს მისი გამოაშკარავების. ეს მანიაკი მოძალადეებიც ამით სარგებლობენ. ხშირად მუხარასაც კი მიმართავენ მსხვერპლის გასაჩუმებლად. არ ვიცი როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ასეთი მანიაკებისგან. ნუ თუ არავის ნდობა არ შეიძლება. მეც გამახსენდა ერთი ფაქტი, რომელიც ჩემი მუსიკალური სასწავლებელში სწავლის დროს ხდებოდა. მოგეთ 13-14 წლის გოგონები ვიყავით ჯგუფში და ერთ-ერთ საგანს
ღვაწლმოსილი ასაკოვანი პროფესორი გვასწავლიდა. თავის მაგიდასთან ორი სკალი ედგა და ყველა ლექციაზე ჯგუფხელი მჭირდებაო, ასე ამბობდა. ამ ჯგუფხელს გვერდით მოისვამდა და ჟურნალში დასწრება, არ დასწრებას და ნიშნებს აწერილებდა. ყველა ლექციაზე ცვლიდა ჯგუფხელებს და შესაბამისად მეც მომიწია მის გვერდით დაждდომა. გვარების კარნახის დროს ვითომ უშუალოდ ფეხზე ხელს მადებდა და როცა გაკვეთილის ახსნას იწყებდა, გაუმართლებლად დიდხანს რჩებოდა მისი ბებერი ხელი ჩემს ფეხზე. ამაში რაღაც ისეთი არასასიამოვნო იყო, ვერც მოვყვებოდი. დანარჩენი გოგოებისთვისაც კი არ მithქვავს, მხოლოდ წლების შემდეგ, როცა ერთად შევიკრიბეთ, აღმოჩნდა, რომ ყველას ერთი და იგივე გრძნობა და ზიზღი ჰქონდა ამ კაცის მიმართ. აი ასეთი ინტელექტუალი მანიაკებიც არიან პროფესორის მანტიაში შემოსილნი. სამწუხაროდ ასეც ხდებოდა და ალბათ ახლაც ხდება. უი, რას ამბობთ? აი, ისევ ზარია, გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. რა სამწუხაროა, რომ ამგვარ თემებზე გვიწევს საუბარი. მაგრამ თუ არ ვილაპარაკეთ, დავმალეთ და ხელი დავაფარეთ მოძალადეებს, ისევ ჩვენი შვილები დაზარალდებიან. პირველ რიგში, მათ დასაცავად უნდა ვამხილოთ ყველა მოძალადე. საბედნიეროდ ცოტა გამოფხიზდა საზოგადოება და ახლანდელი მოზარდები მეტად არიან ინფორმირებულები თავიანთ უფლებებზე. მე ვარ მადონა 61 წლის და მინდა გითხრათ, რომ არა მარტო გოგონები, ბიჭების არაერთხელ გამხდარან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. 20 წლის წინ საირმეში ვისვენებდი ჩემს ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც მაშინ 7-8 წლის იქნებოდა. ერთი ჩემი ასაკის უცოლო კაცი იყო იქ ჩამოსული. მაშინ ქმარს ახალი გაცილებული გავხდით. ეს კაცი ჩემი და ჩემი შვილის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. სიმპათიური მამაკაცი გახდა და ცოტა მეც მომწონდა. ყოველ შემთხვევაში მისი ყურადღება არ მაღიზიანებდა, პირიქით ძალიან სიამოვნებდა. ხშირად გვაკითხავდა და ხან კაფეში გვეპატიჟებოდა, ხან სასეირნოდ. მეც არაფერი მქონდა საწინააღმდეგო. ერთხელაც სანატორიუმის თანამშრომელმა დამიძახა და ჩუმად მითხრა. ეგ სანდო კაცი არ არის და ფრთხილად იყავი მაგასთან, ბავშვი მარტო არ დატოვო. არ ვიცი რა გითხრათ. მთელი ღამე თეთრად გავათენე და მეორე დილასვე წამოვედი საირმიდან. კიდევ 2 დღე უნდა დარჩენილიყავი, მაგრამ მეტი აღარ მიმინდა. პრინციპში გამოვიპარეთ იქიდან. მაშინ მობილურები არ იყო მოგეხსენებათ. მაგრამ ტელეფონის ნომერი მანამდე გამოგვართვა და რეკავდა კაიხანს. მე ვუთიშავდი, მერე ეტყობა მობეზრდა და თავი დაგვანება. დღესაც არ ვიცი რამდენად მართალი იყო ის ინფორმაცია, რაც მასზე გავიგე, რომ პატარა ბიჭებს ავეწროებსო, მაგრამ ეჭვმა თავის იქნა და მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე. ზოგჯერ შეიძლება ჩვენი ეჭვების გამო ვიღაცას უსამართლოდაც კი მოვექცეთ, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ პატარებს ჩვენი დაცვა სჭირდებათ და როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სკივაო. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.